საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თია წულუკიანმა დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სენატის წარმომადგენელთა დელეგაცია მიიღო შეხვედრას, რომელიც იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორდ-კიფანიძეც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით დაგეგმილ რეფორმებს. იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა სტრატეგიულ პარტნიორებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს. თია წულუკიანმა აღნიშნა, რომ წელს ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოში ადამიანის უფლებათა გაუმჯობესებისათვის განსახორციელებელი რეფორმებია, რაც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე მიიყვანს. ჩვენი საუბრის თემა იყო ის რეფორმები, რომელიც იუსტიციის სამინისტროს თავისუფლებით განხორციელდა გასულ წელს და ის სამომავლო გეგმები, რომელსაც ჩვენ ვისახავთ იმისათვის, რომ ჩვენმა მთავრობამ შეძლოს პრიორიტეტად აქციოს ერთხელ და სამუდამოდ ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში, რომლის მთავარი ნაწილი არის სამართლიანი სასამართლოს უფლება, დამოუკიდებელი მოსამართლის უფლება და ის უფლებები, რომელიც იცავს ჩვეულებრივ მოქალაქეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის გარეშე არ არსებობს ინსტიტუციური დემოკრატია.